საქართველოს ბაზარი შესაძლოა რამდენიმე ცნობილმა ტანსაცმლის ბრენდმა დატოვოს. ეკონომიკური აქტივობის შენელების მიზეზით საქართველოში არსებული ტანსაცმლის ცნობილი ბრენდების სტრატეგიის გადახედვას გეგმავენ. ექსპერტები აღნიშნულ ტენდენციაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ და ინტერნეტ გაყიდვების წახალისებას პროგნოზირებენ. სანდრო ვეფხოძე არკვევდა ცნობილი ბრენდების სამომავლო გეგმებს ქართულ ბაზარზე. ხარისხი არ არის სათანადო, ვიდრე ფასი აქვს. Აი მხოლოდ გასეილების შემდეგ გრძნობ, რომ რეალური ფასი ადევს ნებისმიერ ნივთს. გააჩნია მაღაზიას, სადაც ღირს, თქვათ, ის ბრენდი, რომელიც თქვათ მე მომწონს ძალიან და რაღაცა, იქ ძვირსაც გადავიხდი. მაგრამ თქვათ, არის რაღაც კონკრეტული ბრენდული მაღაზიები, რომელიც ჩვენთვის თვითონ ბრენდია მიუღებელი და აქედან გამომდინარე მიუღებელია ფასებიც. თუ მუშაობს ადამიანი და აქვს საშუალება, ნორმალურია. ეხლა არ არის ესეთი ძვირი, რომ ვერ შეწყვეს ადამიანი. ტანსაცმლის ცნობილი ბრენდები საქართველოში საკუთარი სტრატეგიის გადახედვას აპირებენ. კომპანია E-ბრენდის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამის მიზეზი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის დაცემაა. დავით სონგულაშვილის განმარტებით რეალიზაციის მაჩვენებლების შემცირების გამო კომპანია E-ბრენდი, რომელიც საქართველოში 6 დასახელების კომპანიით არის წარმოდგენილი, სტრატეგიას ცვლის. გავაკეთეთ ფაქტურად პორტფელის რესტრუქტურიზაცია, ანუ შედარებით მაღალფასიანი ბრენდები ჩავანაცვლეთ საშუალო ფასიანი ბრენდები. ეკონომიკური აქტივობა ინერციანად შედარებით უფრო დაბალი იყო ვიდრე წინა წლებში შესაბამისად ერთ-ერთი აისახელებს მრავალწლიანობას. ეკონომიკური აქტივობის დაცემის ფონზე კომპანიები ბალდი, ნექსტი და ჯოვანი ჯენტილე კლიენტების ნაკლებობას ჯერჯერობით არ უჩივიან. სტაბილურად გვყავს მომხმარებელი. იმიტომ რომ ჩვენი ბრენდი ინარჩუნებს ქართული ბაზრის მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაუფასურებამ საგრძნობლად იმოქმედა საერთოდ ყველანაირი ტიპის გაყიდვებზე, არა მარტო ტექსტილზე, არამედ ნებისმიერ გაყიდვებში პრობლემაა დღესდღეობით. მაგიდან გამომდინარე, თუ მე ვიტყოდი ასე, რომ შედარებით მატულობს 2013 წლის ბოლოდან გაყიდვები. ჯეპრას უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე ბაზარზე საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, ცნობილი ტანსაცმლის ბრენდების სტრატეგიის გადახედვა, ან სულაც მათი დახურვა ინტერნეტ გაყიდვებს წაახალისებს. მისი აზრით, ბაზრისთვის არაფერი შეიცვლება. ეს იმაზე ვერ იმოქმედებს, რომ საერთოდ არავინ არაფერი არ ჩაიცვას და ტანსაცმლის მოხმარება შემცირდეს. უბრალოდ თვითონ ეს ბრენდები, რადგან მათ პოპულარობა აქვს, იგივე Celios, Tom Taylor's, Promos და ამ შემდეგ, ჩანაცვლდება რაღაც დონეზე, შემოვა პარალელური იმპორტის სახით და ამას არ ექნება რეგულარული სახე და ეს არ იქნება რაღაც კონკრეტულ მაღაზიებზე მიბმული. ტანსაცმლის ცნობილმა ბრენდებმა ქართულ ბაზარზე საკუთარი სტრატეგია პირველად 2008 წელს შეცვალეს. მიზეზი აგვისტოს ომი, ეკონომიკური კრიზისი და მოსახლეობის დაბალი გადახდის უნარიანობის მაჩვენებელი იყო. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, რამდენიმე ცნობილმა ბრენდმა საქართველო დატოვა.